მე სიმართლე გითხრათ, რომ ამ შეკითხვამ ძალიან დამაფიქრა და მეც სადა ვიყო, სად იყო. რატომ აკეთებთ ამ ყველაფერს? აი აქ რაც ხდება ამ ყველაფერს რატო აკეთებთო და ხანდახან დავფიქრდები ხოლმე მართლა რატო აკეთებთ ამ ყველაფერს? ცი რა არის აი ზოგჯერ იმედ გაცრუება მიპყრობს ხოლმე რაღა დაგიმალოთ რომ აი რატო აკეთებთ ამ ყველაფერს? რამე შედეგი აქვს ამას რომ აკეთებთ და ზოგჯერ ვერ ხედავ ხოლმე შედეგს მაგრამ მერე გულს ის მიმაგრებს ხოლმე რომ ზოგჯერ ხედავ ამ შედეგებს მადლობა ღმერთს რომ ეს შედეგები ჩანს თან კიდევ ის მიმაგრებს გულს და იმედს მაძლევს რომ ერთმა ადამიანმა მითხრა ძალიან კარგი რაღაც სიტყვები მითხრა რომ ზოგი ადამიანიო ყვავილს გავსო ზოგი ადამიანი ხეჭეჭურს გავსო ახლა ამათ შორის იცი რა ხელა განსხვავებაა შეიძლება ყვავილი დაუშვათ ერთ დღეში გაიზარდოს და დაინახო რომ აჰა აყვავდა და გაიფურჩქნა ხეჭეჭურს კიდევ 10 და 15 წელი ჭირდება ესმით ანუ ზოგ ადამიანში შედეგი შეიძლება მაშინვე გამოჩნდეს და ზოგ ადამიანში შეიძლება წლების მერე გამოჩნდეს ეხლა რო აი მაგალითად ბიჭებს ხო შენიშვნა უთხარ შეიძლება რომ გაიზრდებიან ამათზე მეტი შედეგი ვერავინ ვერ გამოიღოს გესმით მაგრამ ამ წუთში შეიძლება ჩანს რომ ცოტა მოუსვენრობენ ამიტომ აი ეგეც მაძლევს ხოლმე იმედს რომ დღეს შეიძლება არ ჩანს და ამ ყველაფერს რატო ვაკეთებთ იცით რომ პირველ რიგში ამას მე იმიტომ ვაკეთებ რომ ეს არის ხო არის რომ აი ბატონმა რო ტალანტები დაურიგა თავის მონებს სახარებისეული იგავი ტალანტების შესახებ ხომ გახსოვთ ხო და ჩვენ ხო აქ მღვდელმთავარმა გამოგზავნა ჩვენით ხო არ მოვსულვართ გახსოვთ ჩვენი საუბრების წიგნის დასაწყისში სწორედ ეს წერია მეუფის შესახებ არის მოგონება და იქ არის ნათქვამი რომ აქ რომ მოვდიოდით მსახურებისთვის 2014 წელს მე საერთოდ ვერ წარმომედგინა თუ სადგურზე ვიმსახურებდი მით უმეტეს ვერ წარმომედგინა მანამდე თუ დოეში ვიმსახურებდი დოესი დედამიწის რომელ მხარეს იყო წარმოდგენა არ მქონდა ხოდა აგრე მეუფემ თავისი მანქანით ჩამიყვანა დოეში და მითხრა რომ აი აქ უნდა იმსახურო გამაცნო იქ ხალხი რაღაცა მე დავნიშნეთ შეხვედრა ხალხთან დაიწყო მსახურება 8 თვის შემდეგ მეუფემ მითხრა აი ეხლა აქ უნდა იმსახურო ხოლო მე კიდევ თუ მეტყვის რომ წამიყვანს და ეხლა აქ უნდა იმსახურო მე იქ უნდა ვიმსახურო ხოლო მეუფე აქ რომ გზავნი და ასეთი რამ მითხრა იქ ბავშვები მოვლენ და შენ უნდა ასწავლო და ეგ ნიშნავს რომ ეს ჩვენი მოგონილი კი არ არის ადამიანურ დონეზე კი არ წდება რომ აი მე მოვიწადინე ეხლა რომ რაღაც გაგვეკეთებინა ხო ჩანს რომ თავშივე ჯერ კიდე 2-3 წლით ადრე ეს იყო ნათქვამი რომ იქ ბავშვები მოვლენ და შენ უნდა ასწავლო და მე ვფიქრობ რომ იქნება ღმერთმა მე ერთი ტალანტი მომცა როგორც იმათ ზოგს 2 მისცა ზოგს 5 მისცა ხო და მე რომ მიწაში არ დავფრა ეს ტალანტი და რომ გამრავლდეს ერთ-ერთი ისიც ეს არის აი რატო ვაკეთებთ ამას რომ ვთვლი რომ ღვთისგან მე ეს კურთხევა მომეწ სხვა სასულიერო შეიძლება სხვა მხრივ მიეცა ლოცა კურთხევა იმან ის უნდა აკეთოს გესმით სხვა კიდე სხვა და ასე შემდეგ ხო და ნახოთ რა გამოვა გამოჩნდება და სიმართლე რო გითხრათ აი როგორც წეღან ამბობდა ვაჟკაცი რომ კარგი შვილიო დედის გულის ვარდიაო თითოეული თქვენგანის წარმატება ჩვენთვის არის ძალიან დიდი სიხარული იმიტომ რომ თქვენ იქნებით კარგად თითოეული თქვენგანის წაბორძიკება ჩვენთვის ძალიან დიდი მწუხარება ისე რომ აი თქვენ არ იფიქროთ რომ თქვენი კარგად ყოფნა ან ცუდად ყოფნა მხოლოდ თქვენი კარგად და ცუდად ყოფნა აი ამ
ჩვენი სამრევლოს და თითოეული ჩვენგანის ვინც აქ რაღაცას ეწვალება, აი ბავშვები იქნებიან თუ დიდები თუ მე ვიქნები, ყველას კარგად ან ცუდად ყოფნა. ესე რომ აი მაგაზეც უნდა იფიქროთ. კიდევ რატო ვაკეთებთ ამ ყველაფერს, იცით რომ დღეს შეიძლება ჩვენ ერთად ვართ და ხვალ ვინ იცის ახლა მით უმეტეს აი გოგონები ხართ ხო ვის ფოთელი შეუყვარდება და ვის თელაველი და ვის წალენჯიხელი და ბათუმელი კაცმა არის. ვისაც გაფრინდება ჩვენ არ ვიცით. ხო და სანამ გვაქვს ერთმანეთთან შეხება და ურთიერთობა, გვინდა რომ ვთქვათ ისეთი რამ, რაც ღირებულია და რაც თქვენ გამოგადგებათ. ესმით? და მე კიდე ამას წინათ მოხდა ესეთი საოცარი რაღაცა, რამაც აი იმედი წეღარ ვამბოდი, ხან მეკარგება მეთქი. აი იმან იმედი მომწ. ერთი ბავშვი, რომელიც აქ მოდიოდა ხოლმე. მოდიოდა ხოლმე აი წლების წინ ვამბობ, შეიძლება 8 წლის წინ, 7 წლის წინ და გაიზარდა მერე სკოლა დაამთავრა, დაოჯახდა, სადღაც უცხოეთშიც იყო ცოტა ხანი რაღაცა ესე და მერე ცოტა აერია ცხოვრება. რაღაც მეუღლესთან პრობლემა, რაღაც ოჯახი. ხო და განსაცდელი, როდესაც ჰქონდა წუხარება და ტკივილი, მოვიდა და ერთად ვლაპარაკობდით. და აი ამაგან გამახარა. მისმა ტკივილმა კი არა. გასაჭირში რომ აქ მეგობარი ეგულებოდა, აი მაგან გამახარა. დაიგმაძლევს კიდე რაღაცა იმედს. თქვენ თუ დაუშვათ გავა დრო და წარმატებულები იქნებით და ღვთისმოყვარებით იცხოვრებთ და არანაირი დახმარება არ დაგჭირდებათ. მე ძალიან გამახარებ და სულაც რომ არ მოხვიდეთ აქ სიხარულის სათქმელად. თუმცა ეს სიხარული თავისთავად ცხადია გამახარებს, მაგრამ თუ მოხვალთ და იტყვით, მაგრამ რომ არ მოხვიდეთ, მაგითი არაფერი არ დაშავდა. მაგრამ თუ გავა დრო და თქვენ რაღაც განსაცდელის წინაშე დადგებით, აი მაშინ კი ნამდვილად უნდა მოხვიდეთ და უნდა იცოდეთ, რომ აქ გელოდებათ მეგობარი, რომელიც მოგისმენთ, რომელიც თქვენთან ერთად ეცდება, რომ ის რაღაცა პრობლემა გადაჭრას. რამდენად შეძლებს ეგ სხვა საკითხი. ბოლო თქვენთან ერთად იტირებს მაინც. თუ პრობლემას ვერ მოაგვარებს და თქვენს გამო ილოცებს მაინც. მე ხო ვხდელი ვარ, ჩემი საქმე ერთ-ერთი ეგეც არის, რომ უნდა ილოცოს და ღმერთს შეავედროს ადამიანები და აი ეს მაინც მოხდება. გესმით? ამიტომაც აი მე ყველას ვეუბნები ხოლმე, ჩვენი გულის კარი ღია და ეს გული ყოველთვის ღია დარჩება ყველასთვის. ჩვენ წლები რო გავა, შეიძლება ესე პირისპირ ერთმანეთთან ყოველ შემთხვევაში ესე ხშირად ვერ ვიყოთ. მაგრამ ჩვენ გვაქვს ერთი რწმენა, გვაქვს ერთი ღმერთი, გვაქვს ერთი სამშობლო, გვაქვს ერთი საფიქრალი და საზრუნავი. და ჩვენ ერთნი ვართ, ესე იგი, აი ჩვენ თუ მე პირადად და ჩვენ ყველა ვინც აქ რაღაცას შრომობს, თუ მივახციეთ იმას, რომ ჩვენში ჩაინერგა ის, რომ ჩვენ ვართ ერთნი და არ ჩათვლით თქვენ, რომ ეს ჩემი პრობლემაა და იმას ნეტა რა შეაინტერესებს, ეგ უკვე იქნება მიზანი მიღწეული. რომ თქვენ ამას არ ჩათვლით, რომ ჩვენი პრობლემა გვაქვს და მას არ აინტერესებს ჩვენი პრობლემა. აქ ყოველთვის თქვენი პრობლემა აინტერესებს და თქვენი სიხარული გაახარებს. ამიტომ აი ეს მინდა რომ ძალიან კარგად დაიმახსოვროთ. საბოლოო მიზანი კი ამ ყველაფრისა არის ის, რომ ჩვენ მე ვამბობ აი საბოლოო მიზანს. თორემ ის რომ კარგი ოჯახი უნდა შექმნა და ქრისტიანულად იცხოვრო ღირსეულად, ეს ყველაფერი გზაა, პროცესია. მაგრამ მიზანი ის არის, რომ ჩვენ თითოეული გადავრჩეთ და უფალთან ერთად ვიყოთ მარადიულად და უფლის კარავიც ამიტომ ქვია უფალთან მარადიულად ყოფნის სურვილი. და ეს არის საბოლოო ჯამში მიზანი. აი ამ გზაზე შუაში ხან წაქცევა იქნება, ხან წაბორძიკება, ხან ფეხზე დგომა და წარმატება იქნება. ეს ჩვენი გასავლელი გზა. ეხლა რამდენი ადამიანიც ხართ აქ, იმდენნაირი გზა არსებობს. და დღეს კიდე რადგან რაღაც ესეთი დღესასწაულის დღეა და ბავშვები ცოტა მიუფანტულები არიან, ცოტანი ვართ. იმ ბავშვებისთვისაც, ვინც აქ არიან ხოლმე, ყველასთვის თავისებური გზა არსებობს. ხო და
აი ამ გზაზე ჩვენ თუ შევძელით და ქრისტე ყავდა გვერდით და შემწეთ და მას ხელი ჩავჭიდეთ და მასთან ერთად გავიარეთ ეს თითოეული ესე იგი ექსტრემალური სიტუაცია თუ სხვა, მაშინ იქნება ძალიან კარგი შედეგი. უფალთან ერთად ყველაფერი არის ადვილი. ძალიან დიდი ნუგეში აქვს ადამიანს უფალთან ერთად. მაგრამ უფალს რო შორდება ადამიანი, მერე უკვე უჭის. მერე უკვე თითქოს გამოსავალს ვერ პოულობს. ამიტომ აი ჩვენი მცდელობა ეგ არის, რომ ჩვენ რაღაცნაირად უფალთან ერთად ვიყოთ და ერთმანეთს რო გამოვიდეს. აი მე არაერთხელ მithქვამს დავით მეფსალმონის სიტყვები. გაგიგიათ დავით მეფსალმონე? დავით მეფე, დავითი და გოლიათი. ეს ამბობს არა თუმცა უფალმან აღაშენა სახლი, ანუ თუ უფალი არ ააშენებს სახლს, ცუდად შრებიან მაშენებელნი მისნი, ტყუილად შრომობენ მისი მშენებლები. და თუ უფალი არ დაიცავს სახლს, ქალაქს, ტყუილად ფხიზლობენ მისი გუშაგები, მისი დარაჯები. და თუ უფალი რაღაცაში ხელს მოგიმართავს, ვეღარავინ ვეღარ აღუდგება წინ. მაგრამ თუ უფალი არ დაგლოცავს იმ საქმეზე, რასაც აკეთებ, შენ ვერაფერს ვერ შეძლებ. ვერ გააკეთებ შენ. ამიტომ ეცადეთ რომ უფალთან ერთად იყოთ.